საგარეჯოს მუნიციპალიტეტში წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია შეიქმნა. მასში 184 ადგილობრივი ფერმერია გაერთიანებული გამგეობის თავმჯდომარეებთან საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა შეხვედრა გამართა. საგარეჯოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ფერმერთა პირველი გაერთიანებაა, რომელიც საქართველოს მელიორაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით გეგმავს წევრების სარწყავი წყლით უზრუნველყოფას და სამელიორაციო სერვისების გაუმჯობესებას. ორგანიზაციამ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა. ჩვენი მიზანია, რომ ამ პირველად შექმნილ პირველად ფეხადგმულ ორგანიზაციას შევუწყოთ ხელი, განვავითაროთ და ვასწავლოთ სწორი ორგანიზაციული მართვა, ვასწავლოთ სწორი მიდგომები და სწორი ის საირიგაციო პროცესები, რომელიც შემდგომში და განვითარდება. ვფიქრობ, რომ სწორი გზით ვითარდება აღნიშნული პროცესი და პირველ გაჩენილ ამ სეგმენტს მოყვება ეგრეთ წოდებული წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია, მოყვება კიდევ ბევრი სხვა ორგანიზაციები, არა მარტო კახეთის მასშტაბით, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ჩვენი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სწორად მორწმის პროცესს განავითარებს და გააძლიერებს. ფერმერთა გაერთიანება მოგცემს შესაძლებლობას, რომ მივიღოთ ბენეფიტები სახელმწიფოსგან, უპირატესად მივიღოთ წყალი და უკვე მომავალი წლიდან განსხვავებული შედარებით დაბალი ტარიფით მივიღოთ წყალი. სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა ადგილობრივმა, ასე ვთქვათ, ჯგუფმა, რომელიც უშუალოდ იქნება ჩართული წმოს არეალში დახმარების კუთხით. მსოფლიო ბანკმა ასე ვთქვათ, კიდევ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ექსპერტები იქნებიან გამოყოფილი ჩვენთან იმუშავებენ და გაგვიზიარებენ თავის ცოდნას და გამოცდილებას და ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო იქნება მომავალი თანამშრომლობა როგორც მელიორაციასთან, ასევე მსოფლიო ბანკთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.